ხაზში შესვლას წინ უძღოდა რა პროცესები, რომ ხან რკინიგზა ფეთქდებოდა, ხან ისა, ხან იძარცვებოდა. ეს იყო ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ღვთისა, რომელსაც ბატონი გამსახურდიას მომხრეები წარმოადგენდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ თუ საქართველოს ეკონომიკას გაანადგურებდნენ, შეძლებდნენ შევარდნაძის ხელისუფლების დამხობა. იგირიდან დაწყებული ადიუსმა ოჩამჩირსმა განლაგებულ რკინიგზის შემადგენლობას ადაფეთქებდნენ, ან მთლიანად იტაცებდნენ ტვირთებს. არავინ არ მალავს, რომ ჩამოვიდნენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, და ვითხრენ, რომ 7 მილიარდი მანეთის ტვირთები დაიტაცეს მარტო სომხების კუთვნით. ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება ერთობლივი პატრულირების შესახებ და ეს შეთანხმებული იყო არძიმბასთან სხვათა შორის. ეხლა ის მუხანათი კაცი იყო და ბუნებრივია იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რაც მათ ამოძრავებდათ. ერთს ამბობდა, მეორეს ფიქრობდა, მესამეს აკეთებდა, მაგრამ რუსებიც იგივეს აკეთებდნენ. ეს რომელიც არ იყო ჩაფიქრებული როგორც სამხედრო ოპერაცია, კიდევ იმეორებ ეს ყველაფერი დოკუმენტები, ეს ნახაზები, სქემები შემონახულია და მე მინდა რომ მოსახლეობა მიცოდეს, როგორი იყო სინამდვილეში, რა იყო სინამდვილეში ეს ყველაფერი. გაწერილი ამ საქმეებში მთლიანად არის აღწერილი ჩვენ სასამართლოში რაც გავგზავნით. მთლიანად გეგმა, ნახაზები, სქემები და ეს ამოღებულია და დადებულია იმ სტენოგრამებთან ერთად, სადაც ეუბნება და აფრთხილებს ყველას. ეკრძალებათ ქალაქებში და სოფლებში შესვლა. არავითარი მოსახლეობასთან კონტაქტი, არავითარი გადასვლა, მხოლოდ რკინიგზის დაცვა, სიგარეტის საყიდლათაც ვერ გადავაისა, მომარაგებული იქნება ამის და უჩადრე გამოყო გენერალი ამასთან. ეს მასალები ყველაფერი იქ არის. უნდა იყოს სამ ადგილზე, სამტრედიასთან, სოხუმთან ახლოს დაბანაკებული და ლესელიძესთან ახლოს დაბანაკებული. და აი გააცილონ მატარებლები. რუსეთი ორივე მხრიდან ძაბავდა სიტუაციას, ქართულ ხარეს აკეზებდა შედით, არძიმბას ეუბნებოდა, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ომი დაიწყოს. ტიტოვანი ვალდებული იყო ჩასულიყო სოხუმში დავალება ქონდა. და ეს სქემა, გეგმა გაეცნო არძიმბასთვის, რომელსაც მე წინასწარ ველაპარაკე და შევთანხმე აი ამ ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა. და ეს მან არ გააკეთა.